ეს იყო 2010 წლის ივნისი. ABC-ს ადგილობრივი რადიოს წამყვანი ჯინჯერ გორმანი ემზადება საინტერესო ოჯახთან შესახვედრად ფინალთის ტრინიტის სანაპიროსთან კუინსლანდში. მე ვაგროვებდი სქესთან დაკავშირებულ რეპორტაჟებს. უშუალოდ ეს ინტერვიუ იყო გეი მამების წყვილთან, რომლებიც დიდი ხანი ცდილობდნენ ყოლოდათ ბავშვი სუროგაციის მეთოდით. უცხო თვალისთვის ამერიკელი მამაკაცი მარკ ნიუტონი და მისი ავსტრალიელი პარტნიორი პიტერ ტრუონგი თავმომწონე წყვილი იყო. ამ სურათში ისინი ერთად არიან გადაღებული ნაშვილებ ბავშვთან ერთად, რომელსაც ჩვენს შემდეგში მოვიხსენიებთ როგორც ბიჭი ნომერი 1. მარკ ნიუტონი და პიტერ ტრუონგი პროფესიონალი მატყუარები იყვნენ, რომლებმაც უცხოეთში სუროგატი დედის ძებნით დაიწყეს. მათი გარყვნილი და საიდუმლო ცხოვრება ინტერვიუდან წელიწადნახევრის შემდეგ 2012 წლის თებერვალში იქნა გამოვლენილი და ისინი დააპატიმრეს კალიფორნიაში. მათ წაეყენათ ბრალი ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოების, გავრცელების და უკიდურესი სექსუალური ექსპლუატაციისთვის. იცით, ბავშვის ყიდვა და გაზრდა იმ ერთადერთი და მკაფიო განზრახვით, რომ მას მამაკაცების ქსელმა ექსპლუატაცია გაუწიოს, არის ძალიან გარყვნილი და ამ პატარა ბიჭისთვის უზომოდ სამწუხარო ამბავი. ეს არის ჩაკეტილი შიდა ქსელი. მათ აქვთ ურთიერთკომუნიკაციის ძალიან მკაცრი განაწესი და როგორც ამ საქმემ გამოააშკარავა, მათი ჩვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობა უაღრესად მცირეა. ამერიკის შეერთებული შტატების ძალოვანმა სტრუქტურებმა ქაირნსში, ტრუონგისა და ნიუტონის სახლში აღმოაჩინეს ვიდეო ჩანაწერები კიდევ ორ პატარა ბიჭთან ერთად. მე არ შემიძლია გამოააშკარავო იმ ბავშვის პირადი მონაცემები, მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ ბიჭი ნომერი 2 ამ საქმიანობის მსხვერპლი გახდა ავსტრალიაში. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კონსპირაცია, რომელიც ჩვენი ვარაუდით მოიცავს ბიჭი ნომერი 1, 2 და სხვებს, საერთაშორისო მასშტაბის მოვლენას წარმოადგენდა. სევდიანი ისტორია ბიჭი ნომერი 1-ისა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს საბუთებზე დაყრდნობით აქ, რუსეთში იწყება. 2005 წლის ივლისში დედამისმა ის ნიუტონსა და ტრუონგს მიჰყიდა $8,000 ამერიკულ დოლარად. მისი დაბადების საბუთები გააყალბეს, რათა ნიუტონი ბავშვის ბიოლოგიურ მამად ჩაეწერათ და ამით ხელი შეეწყოთ ბიჭი ნომერი 1-ის შვილად აყვანისა და კუინსლანდში ჩამოყვანისთვის. გაყალბების ანალოგიური სქემით, კერძოდ მამად უკანონო რეგისტრაციის გზით 2011 წლიდან დღემდე უცხოელ მამაკაცებს, გეი პირებს, საქართველოდან გააყვანინეს სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ათეულობით ბავშვი. თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, წლებია ფუნქციონირებს სააგენტო New Life Georgia. ეს არის იმ მსოფლიო ქსელის სათაო ოფისი, რომელსაც აქვს 7 ფილიალი სხვადასხვა ქვეყანაში და უცხოელ ჰომოსექსუალებს სთავაზობს ქართველი დონორებისა და სუროგატების მეშვეობით ქართველი ბავშვების ჩასახვას და ამა თუ იმ ქვეყანაში გაყვანას. სააგენტოს დამფუძნებელი დღეს უკვე მილიონერია. პოსტსკრიპტუმ ახლა პირველი გიჩვენებ სუროგატ დედას, რომელიც გეი წყვილისათვის ბავშვს აჩენს. თითოეული სუროგატი ემბრიონის გამოზრდისა და გაჩენის სანაცვლოდ საშუალოდ $10,000 იღებს. სამივე შუამავალი უშვილო წყვილებთან მარიამ კუკუნაშვილია. ლალი გოგინაშვილი ბავშვს ამერიკელი ერთსქესიანი წყვილისთვის გააჩენს. მომავალ მშობლებს ჯერ კარგად არ იცნობს, ორივე სახელიც არ იცის. ერთის ვიცი, რომ მაიკლი არის. და მეორე ვეღარ გამიხსენებია. საქართველოში გეებისა და ლესბოსელების ქორწინება არ არის ნებადართული, მაგრამ მარიამ კუკუნაშვილი სუროგატ დედებთან უკვე საქართველოში მცხოვრებ ერთსქესიან წყვილებსაც აკავშირებს. საქართველოში არიან ქართველებიც, არიან როგორც ერთსქესიანი წყვილები, ასევე იყო შემთხვევა, ორი შემთხვევა იყო ტრანსგენდერი პაციენტის და ვეხმარებით, რა თქმა უნდა, მათაც. რა იცვლება ბავშვისთვის, როცა ის იზრდება არა ქალისა და მამაკაცის, არამედ ორი მამაკაცის ან ორი ქალის ოჯახში. ჩატარდა უამრავი ფსიქოლოგიური კვლევები და დადგინდა, რომ არანაირი განსხვავება ან რაიმე ისეთი უარყოფითი მომენტები, რისი ეჭვიც იყო ან ყოფილა საზოგადოების მხრიდან, ასეთ ბავშვებში არ არსებობს. ოჯახის ფორმულა არის სამწევროვანი. დედა, მამა და შვილი. ბიჭი თუ იზრდება მამაკაც ჰომოსექსუალების ოჯახში, ბუნებრივია იმის გამო, რომ მას აღრევა ექნება, ვინ არის დედა, ვინ არის მამა და ასე შემდეგ, მას აღრევა ექნება საერთოდ ცხოვრებაში, ვისთან რა ურთიერთობა დაამყაროს და დაამყარეს ისევ აღრეულ ურთიერთობას, ანუ ჰომოსექსუალურს. ლალი გოგინაშვილი მზად არის ამერიკელი გეი წყვილის შემდეგ სხვა უშვილო ოჯახებსაც მოემსახუროს.
ნამეთანხმდით საკამათოა და როგორც ჩანს ჩვენ ამ თემას კიდევ დაუბრუნდით. გადაცემა ჩაწერილია 2010 წელს. უკვე 2011 წელს საბუთების გაყალბების გზით საქართველოსდან უცხოელ მამაკაცებს უკანონოდ გააყვანინეს მუღალაშვილის, ღონღაძის, ჯავახშვილის და სხვა სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები. გაყალბებული დაბადების მოწმობები გაცემულია იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან. გაყალბება დადასტურებულია პროკურორ შალვა ცერცვაძის 2013 წლის 7 მაისის დადგენილებით. მოცემული დადგენილება და სამოქალაქო რეესტრიდან გაცემული გაყალბებული დაბადების მოწმობები წარმოადგენენ იმ უტყუარ მტკიცებულებებს, რომელთა არსებობაც დაფარა მინისტრ თეა წულუკიანის უწყებამ და ამგვარად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა მასმედიის საშუალებით. ამ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ 2015 წლის 11 მარტს წარმოებაში იქნა მიღებული ასოციაცია მომავლის იმედის თავმჯდომარის თამარ ხაჭაპურიძის სარჩელი იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. 2014-2015 წლებში საქართველოს ტელევიზიებით ამაოდ გადიოდა სოციალური კლიპი ჩვილების საქმე. მათ არ შესწევთ თავდაცვის უნარი, მათ არ ყავდათ დედები, მათთვის ყალბი საბუთები გაიცა რეესტრიდან. ისინი უკანონოდ გაიყვანეს ქვეყნიდან. 354 პრიმამული ჩვილების საქმე. ამ საქმეში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ კონკრეტული პირების დანაშაულებრივ ქმედებაზე. ბავშვების ქვეყნიდან გაყვანას ადასტურებს საზღვარი, მათი საბუთების გაყალბება უკვე 1 წლის გამოძიებულია. დამნაშავეები არ დარჩება. საფრთხის ქვეშ კიდევ ბევრი ბავშვია. კანონი კვლავ არ არის ყველასთვის ერთი. გეი უცხოელებზე ქართველი ბავშვების გადაცემა კვლავ გრძელდება. 2015 წელს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა უცხოელმა მამაკაცმა, რომელიც ითხოვდა ახალშობილი ბავშვის მამად რეგისტრაციას. მოსამართლე ნანა დარასელიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან აღმოჩნდა, რომ მამაკაცს არც მეუღლე ჰყავდა და დონაციის და სუროგაციის მეთოდებიც არალეგალურად იყო გამოყენებული. ამ ფაქტით არ დაინტერესებულა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. კლინიკას ლიცენზია არ შეჩერებია. სუროგაციის სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხი არც ამჯერად დამდგარა. რატომ დუმს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი? რატომ დუმდა სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი? როდესაც 1 წლის განმავლობაში ყველა მთავარი სატელევიზიო არხით გადიოდა სოციალური კლიპი ქვეყნიდან ბავშვების უკანონო გაყვანის ფაქტებზე. რატომ შეეცადა იუსტიციის მინისტრი მტკიცებულებების დაფარვას? საიდან მოდის უკანონო დირექტივები ჩვილების საქმეზე? პროკურორ შალვა ცერცვაძის დადგენილება, რომელშიც მითითებულია, რომ New Life Georgia-ს თანამშრომლებმა გააყალბეს ჩვილ ბავშვთა დოკუმენტები, არსებობს 2013 წლიდან. დანაშაული დოკუმენტების გაყალბებით არ დამთავრებულა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით ბავშვები საზღვარზე იქნენ გადაყვანილი, რასაც ადასტურებენ საზღვრის მონაცემები და სუროგატი დედები. ამრიგად პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები აქვს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, რომელიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაგრამ 2010-2013 წლებში, როდესაც მოხდა ჩვილი ბავშვების დოკუმენტების გაყალბების არაერთი ფაქტი, მარიამ კუკუნაშვილის სუროგაციის სააგენტო New Life Georgia-ს დირექტორი იყო მაკა ლაბაური, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ინგლისური ენის სპეციალისტად ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან. მასთან ერთად ივანიშვილთან მუშაობდნენ ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. არსებობს ერთ-ერთი გამომძიებლის საუბრის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებითაც ირკვევა, რომ ანზორ ჩუბინიძის მითითებით იგი იძულებული გახდა საქმის გამოძიება შეეჩერებინა. მაკა ლაბაურმა ბევრი საიდუმლო იცის ბიძინა ივანიშვილზე, როგორც მისმა პირადმა თარჯიმანმა წლების განმავლობაში. პროკურატურაში კვლავ ჭარბობენ ნაციონალური მოძრაობის კადრები, რომელთათვისაც მაკა ლაბაურისგან ბიძინა ივანიშვილზე ინფორმაციის მოპოვება ძალზედ მნიშვნელოვანია. ამრიგად ივანიშვილისთვის ყველაზე უსაფრთხო საქმის თაროზე შემოდება იყო. დამნაშავეები არ შეჩერებულან. როგორც ჩანს, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ვიდრე სათავეში ივანიშვილია, მათ ხელს არავინ ახლებს. საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია მარტოხელა მამაკაცების მომსახურეობა, დონაციის და სუროგაციის მეთოდებით. ყალბი დოკუმენტებით ჩვილი ბავშვების საქართველოსდან გაყვანის კონკრეტულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 344 პრიმამოხლით.
მაგრამ უკვე წლებია ხელისუფლება არ სჯის დამნაშავეებს. აღნიშნულის გამო გრძელდება გაუყუღმართებული სექსუალური ორიენტაციის მქონე უცხოელების ხელში ქართველი ბავშვების მოხვედრა, რაც ხორციელდება არა მარტო დაბადების მოწმობების საქართველოში გაყალბებით, არამედ ქართველი დონორების და სუროგატი დედების უცხოეთში გაყვანითაც.